დამუშავებას. ახალი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გაიხსნა თბილისში. აქ 10 მოზარდი იცხოვრებს, რომლებიც აქამდე ბავშვთა სახლს სათნოების მოფინადრეები იყვნენ. მოზარდებს 5 აღზრდელი ეყოლებათ. თითოეული ბავშვისთვის კი თვეში 450 ლარია გამოყოფილი. სახლი USAID-ისა და UNICEF-ის დახმარებით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გახსნა. საქართველოს მასშტაბით ეს ასეთი ტიპის მე-20 ბავშვთა სახლია. წლის ბოლომდე ბავშვები იქნებიან ინსტიტუციებიდან გადმოყვანილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ეს არის ოჯახური გარემო, სადაც ბავშვებს აქვს სრული ხელმისაწვდომობა განათლების, ჯანდაცვის, ყველა სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივი აქტივობის, რაც სჭირდებათ ბავშვებს, რომ აღიზარდონ სრულფასოვან წევრებად საზოგადოების, რაც თავარია ისინი ცხოვრობენ ოჯახში. მათ ექნებათ ყველა საშუალება იმისთვის, რომ ჯანდაცვა, განათლება და საერთოდ ცხოვრება ჩვეულებრივ ოჯახურ გარემოში, უпростоრად საუკეთესო ოჯახურ გარემოში კონდეთ. ეს არის ყველა შესაძლებლობა მათთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგები არიან, მაქსიმალურად გამოიყენებენ. საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი მართავს ამ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. მე-4 სახლია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომ მართლობა ჩვენი მმართველობის ქვეშ. ბავშვები გუშინ შემოვიდნენ ამ სახლში და სახლში, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ თავს, ალბათ თქვენც ნახეთ, როგორ დაკვებიან, ნიფთი უკვე მათია.